გამარჯობა ანა, მივესალმები TV პირველის მაყურებელს. ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს იმის პარალელურად, როგორ იზოლაციაში ექცევა ოცნების ხელისუფლება საკუთარივე გადაწყვეტილებით, როგორ ცდილობს ააშენოს რაღაცა ავტოკრატიული სახელმწიფო, თან ამას იმდენად უსუსური მეთოდებით აკეთებს და იმდენად უსუსური მცდელობებით ცდილობს აი 21 საუკუნეში ციფრულ სამყაროში მაგალითად თავისუფალ სიტყვაზე და აზრზე რაღაცა ზეგავლენა მოახდინოს და ჩაკეტოს. ხო, წარმოუდგენელია ხა მე-20 საუკუნის დასაწყისში ადამიანები პროკლამაციებითაც კი ცდილობდნენ და გამოსდიოდათ თავისუფალი სიტყვის და აზრის გავრცელება და ეხა წარმოუდგენელია მიუხედავად იმისა, რომ მედიის შემზღუდავი ეს კანონმდებლობა შემოაქვს, მიუხედავად იმისა, როგორც მაგალითად 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირის რეპრესიების დროს აი მართლ ნაღებ საზოგადოებას ამ ქვეყნის ელიტას, რომელსაც უნდა აეყვავებინა ეს ქვეყანა, ეძახდნენ მოღალატეებს. ეს მოცემულობა გვაქვს ეხლა ჩვენ ისმის ხო ჩემი ხო? კი, ისმის, ბერდია, ისაუბრეთ, დიახ. ჰალო. ისმის ხო ჩემი ხო? კი, ისმის, ისაუბრეთ, დიახ, ისმის. არ ისმის. ბერდია სიჭინავა, გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელია ჩვენი სტუმარი, ჩვენ მასთან შევეცდებით საუბრის გაგრძელებას, ესმის ჩემი ხმა, როგორც მეუბნებიან. ბერდია კი ბატონო. დიახ, ბოდიში როგორც ჩანს ტექნიკური ხარვაზე იყო. დიახ, აი ამის პარალელურად, როდესაც დასავლური წნეხი, რა თქმა უნდა, გაიზრდება, ცივილიზებული სამყარო წნეხი გაიზრდება ხელისუფლებაზე, რომელსაც უკვე დამღა აქვს დასმული, ეს არის დამღა დასმული ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე არამხოლოდ ძალადობს, არამხოლოდ რეპრესიებში ამხობებს, ამ ადამიანებს მომავალს უკლავს უბრალოდ. ეს არ არის რაღაცა ევროპული ცივილიზაციისკენ სვლა, ან ევროპული ოჯახისკენ სვლა. ჩვენ ახლა რეალურად ეროვნული უსაფრთხოების და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დაუცველს გვტოვებს ჩვენ ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. რაც არ უნდა რეპრესიული მეთოდები, ჯერტი რეპრესიული მეთოდები პირდაპირ მიანიშნებს რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში გამარჯვებული პოლიტიკური პარტია როგორ შეიძლება ასეთი ტიპის რეპრესიებს მიმართავდეს, ჯარიმებს ასე ზრდიდეს, ასე ეშინოდეს თავისუფალი სიტყვის ადამიანების პროტესტის, რომლებიც გამოდიან და მშვიდობიანი ფორმით თავიანთ პროტესტს აფიქსირებენ. ასე შეიძლება ეშინოდეს ადამიანს, რომელიც თავის ძალაშია და ხელისუფლებაში დარწმუნებული თავისუფალი მედიების? ხო, არ შეიძლება. ეს არის ჩვენ ეს ისტორია გავლილი გვაქვს, ხო, 90-იან წლების დასაწყისშიც ზვიად გამსახურდია სახელმწიფო ღალატის მუხლით წაუყენეს ბრალი. ადამიანებმა, რომლებმაც თვითონ უღალატეს ამ ქვეყანას და დევნიდნენ ამ ადამიანებს და როგორ უბედურებაში დაასულა ამ ადამიანმა სიცოცხლე, მაგრამ ეს ადამიანი არის ეროვნული გმირი. ამიტომ ვინ მოღალატეა ამ ქვეყნის და ვინ არის ამ ქვეყნის ერთგული და პატრიოტი, ამას ისტორია აუცილებლად შეაფასებს. მაგრამ ისტორიასთან ერთად ჩვენ ახლა არ ვართ 90-იან წლების დასაწყისში. ჩვენ გვყავს ჩვენი მეგობრები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ხო, ხშირად გვარწმუნებს ოცნების ხელისუფლება, რომ ეს სამშობლო სიყვარულისთვის სანქცირდებიან ეს ადამიანები. თქვენ სამშობლოს სიყვარულის გამო კი არ სანქცირდებით, რო იცოდეთ. სამშობლოს ღალატისთვის სანქცირდებით, საკუთარი მოქალაქეების ცემისთვის სანქცირდებით, საკუთარი მოქალაქეების ძარცვისთვის სანქცირდებით. არავის არ ეგონოს ხო ესე ასაღებს პროპაგანდა, რომ აი თითქოს კახა კალაძე ან რაღაცა მურუსიძე და ჩინჩალაძე ან ვიღაცა არის ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს ერთგულებისთვის დასანქცირდა. სამშობლოს ღალატისთვის, სამშობლოს გაცემისთვის, აი სამშობლოს შეურაცხყოფისთვის, ამ ხალხის ცემისთვის, სტუდენტების დაჭერისთვის, მსახიობების დაჭერისთვის, სწორედ ამისთვის სანქცირდება. ის ადამიანი სანქცირდება, რომელიც ქველმოქმედად ასაღებდა თავს, ხო თეატრებს აშენებდა, ხო თეატრალებს და მსახიობებს თითქოს რაღაცა პატივს სცემდა. და მსახიობები ჩასვა პირველი პროტეზე, როდესაც მათ თავისუფალი სიტყვა თქვეს. ხო, მეცნიერების გულშემატკივარი იყო, მაგრამ ფაქტია მოცემულობა, რომ სტუდენტები, ლექტორები ერთმანეთის გვერდით ჩასხა ციხეში. და ტყვეებად ყავს და სახელმწიფო ინტერესებს ფარად იყენებს წინ, რომ როგორმე რაღაცა თავისი პერსონალური უსაფრთხოება თუ რაღაც პერსონალური ინტერესები გამოიუეჭოს. აი ეს მოცემულობა გვაქვს. ბერდია, თქვენ აი კონკრეტულად ხელისუფლების ეს რეპრესია ახსენეთ, ცემა, სხვა ისე იმგვარი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჩვენ პასუხებზე გაცემული, ან კითხვებზე გაცემული პასუხები არ გვინახავს, ხო? ანუ რა იქნებოდა ეს ჩატარებული გამოძიება, ამაზე ანგარიშის მიცემა საზოგადოებისადმი, კონკრეტული პირების გამოვლენა, მათი დასჯა და ასე შემდეგ. ნუ ხედავთ, რასაც ასხივებს ქართული ოცნება და როგორც თქვენ ამბობთ, ამაზე ის იღებს პასუხს. დღეს ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საუბრობდა, რომ პარტნიორების რეაქციაო არის ნაბიჯი გამარჯვებისკენ და ეს გზა მიგვიყვანს ბოლომდე. აი თქვენ რეალურად რა ნიშნებს ხედავთ
ხედავთ ბერდია ეხლა აი იმ რეაქციაში იგივე რაც აქვს ოცნება, მას აქვს უკვე მიღებული პირველი ძალიან სერიოზული კრიტიკული შეფასება შტატებისგან. ნახეთ რაც არის ეს განცხადება, სადაც მეორედ არის ნათქვამი, რომ სერიოზული განწყობა უნდა აჩვენოს ქართულმა ოცნებამ თუ უნდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესება, მაგრამ პარალელურად ის არ კარგავს დროს, ხო? მიმართავს რეპრესიებს, იღებს ახალ კანონს, ცდილობს როგორც ითქვა ველის მოსუფთავებას და აი ამ პერიოდში რას შეიძლება ველოდოთ ჩვენ საზოგადოება. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ის არის ეხა ისეთ ფორმაში, რომ დანიშნოს არჩევნები, ან აი რაიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას თუ იძლევა, რომ ოცნება ეხლა მოძრაობს ამ მიმართულებით, რომ შესაძლოა მან გამოაცხადოს არჩევნების თარიღი. ან გაუშვას სისტემის ტყვეები. ხო, ამის თქმა, რა თქმა უნდა, ანა წინასწარ რთულია, თუმცა რამდენიმე ვერსია, ვარიანტი, ესე რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, მათ დამუშავებული ექნებათ. ეს რეპრესიები კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მიანიშნებს სისუსტეზე. ეხლა არის გამძლეობის ეტაპი, ხო? შეიძლება ნიჰილიზმიც არსებობდეს, მათ შორის საპროტესტო საზოგადოებაში, შეიძლება არსებობდეს იმედგაცრუება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ან მოლოდინები რამდენი იქნება, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ რა ხელვებიც არსებობს, მაგალითად, აქეთ მხარეს, ჩვენს მხარეს ორჯერ მეტი არსებობს იქით მხარეს. მერწმუნეთ, ეს ესეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები კამერებთან ამას ცდილობენ, რომ როგორმე რაღაცა ეს ოცნების გუნდიდან გამოსული შიდა ინფორმაცია. გასაგებია, ბერდია, შეუძლებელია არ იყოს ღელვა, იმიტომ რომ ყველას თანაბრად ხო არ ეხება ეს საკითხი, ხო? ადამიანები ძალიან მძიმე სურათის წინაშე არიან, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი რამ ასეთია თუ არა მათი მხრიდან აი ვითარების აღქმა და მესმის რომ ღელვა იყოს, მაგრამ აი იცით რას გეკითხებით, თქვენ კი ამბობთ რომ ეს სისუსტის გამოვლინება არისო, მაგრამ ამასობაში თქვა თუ მოასუფთავა ყველაფერი, გადაწყვეტა მედია სამოქალაქო სექტორს, ასე შემდეგ აკრძალა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები, აი ამ სურათზე გეკითხებით ახლა კონკრეტულად, ხო? აი აქ რა უნდა იყოს ეფექტური ნაბიჯები რეალურად და უნდა იყოს თუ არა ამ სცენარისთვისაც მზად ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები. რა თქმა უნდა, ახლა ადამიანი რომ სცენარისთვის არ იყოს მზად ნებისმიერი სცენარისთვის ბუნებრივია არ უნდა იყოს ესე იგი სწორი წარმოდგენის პოლიტიკურ პროცესებზე ზოგადად გლობალურადაც რა ხდება, რეგიონშიც რა ხდება და ქვეყანაშიც რა ხდება, ხო? ამიტომ ჩვენ მე დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად იმაში, რომ მიუხედავად ამ რეპრესიებისა, რა თქმა უნდა, საპროტესტო ენერგია მით უფრო გაიზრდება. ახლა როგორ შეიძლება მაგალითად 21 საუკუნეში სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება ჩაახშო. ეს თეორიულადაც შეუძლებელია. ახლა წარმოგიდგენიათ, რომ აი პირობითად ამ სცენარს არ ვარაუდობ, რომ ამ ზომამდე ვიდა, რომ მედიები დაიხურა და ალტერნატიული აზრის მიმწოდებელი შეიძლება არ იყოს ამ ქვეყანაში, ხო წარმოუდგენელია ეს ენერგია ბუნებრივად ვერ გაქრება ვერსად. ამიტომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენი წარმოუდგენელი ბევრი სხვა რამეც იყო, მაგრამ დღეს სრულიად წარმოსადგენია. ბერდია, მე კითხეთ გზაზე ბოდიშკეხთი მინდა რომ მოვასწრო ამ საკითხზე პასუხის მიღება, აი გამარჯვების გზაზე რო ლაპარაკობს ზურაბიშვილი, ეს გარკვეულწილად მოლოდინსაც აჩენს, ხო, ამაში ალბათ ამეთანხმები და აი თქვენ როგორ ხედავთ კონკრეტულად ამ გზას თქო, აი სრული სურათის გათვალისწინებით რა უნდა იყოს ამ გზაზე ის სწორი ნაბიჯები, რომელიც დაახლოვებს პროცესს იმასთან, რაზეც ლაპარაკობს ზურაბიშვილი. პირველ რიგში მოთმინება, ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის რესურსების გამძლეობის ეტაპი, რა დროსაც ჩვენ უნდა შევძლოთ და ერთი წუთითაც არ უნდა დავკარგოთ იმედი. ეს არის მეორე, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო коорდინაცია და მათი დახმარება, იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სანქციები არ აღელვებს, მერწმუნეთ რომ აღელვებს და სანქციების მუშაობას სჭირდება დრო, ოღონდ ეს სანქციები არავინ ის როგორც საუბრის დასაწყისში აღნიშნე, ესე არ უნდა გაიგოს, რომ ეს სახელმწიფო სანქცირდება, ეს ადამიანები სანქცირდებიან ეროვნული ინტერესების ღალატისთვის, ქართველობის ღალატისთვის და ქართველების ღალატისთვის, საქართველოს მოქალაქეების ღალატისთვის და მჭიდრო коорდინაცია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან როგორც აღნიშნე. იმიტომ რომ ეს ბუნებრივად მოიტანს, რაც უფრო გაიზრდება ბუნებრივია წნეხი, ზამბარის ეფექტი აქვს, ხო, ამ ყველაფერს ენერგიის მუდმივობის კანონი არსებობს ფიზიკაში, როგორ შეიძლება ენერგია გაქრეს, ხო, რაღაცა შეიძლება კონვერტირდეს, მაგრამ ეხლა ნაცემი ადამიანს შეუყვარდება ბიძინა ივანიშვილი ან ოცნება, ან რეპრესირებულ ადამიანს, 20 ჯარიმა როა გამოწვეული ადამიანს, ეს ბუნებრივად ვერ გაქრება ეს მუხტი.
ჩვენ სხვა ტიპის საზოგადოება ვართ. ეხლა ხშირად გვიყვარს ხოლმე რაღაცა საუბარი რაღაცა სხვა ტიპის სახელმწიფოებთან შედარება, მაგრამ ეს არ არის იმდენად მდგრადი მონოლითური რეჟიმი ივანიშვილის აშენებული, რომელიც შეძლებს ავტოკრატიული სახელმწიფოს აშენებას, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობები შეიძლება კონდეს, იმიტომ რომ არსებობს ბევრი ავტოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იდეებზე დგას. რა აქვს დღეს იდეა ოცნებას? ან რესურსებზე დგას. არც რესურსები აქვს, ბუნებრივი თუ ენერგორესურსები და არც იდეა არ აქვს. ეხლა იდეა თუ ის არის, რომ მამუკა მდინარაძემ ცოტა მეტი ფული იშოვოს და კალაძემ რაღაცა ფული იშოვოს და ვიღაცამ კონვერტით აიღოს ხელფასი, ეს არ არის იდეა, ხო? ეს ბუნებრივად მოხდება, რომ გასკადება ეს. ამიტომ მე და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რაღაცა მონოლითური ავტოკრატიული რეჟიმი ამ ქვეყანაში ვერ კარგი, კომისიაზეც მინდა რომ კითხოთ სხვათა შორის სწორედ მე და თქვენ საუბრობდით თუ არ ვწდები რა 1-2 კვირის წინ გახსოვს აი კომისიაზე გითხარით რომ ანუ თქვენც შეგეხებათ მეთქი და როგორ უნდა შეგვახონო და ამის შემდეგ მოხდა ზუსტად აი შესწავლის პერიოდის გაფართოება და შემდეგ თუ არ ვწდები თქვენ პალტრის ეთერში თქვით ესეთი რაღაც რომ აბა გაბედონ და დაგვიბარონო ანუ რეალურად როგორ უყურებთ ამ პროცესს და დღევანდელი ბრიფინგი თემა დღეს ლევანმა თქვა რომ არ მიცემთ კომისიას შესაძლებლობას რომ საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე და ამის შემდეგ არ ვიცი სხვებმა თუ იფიქრეს აი ვერ მივხვდი როგორ არ მიცემდით ვიფიქრე ხომ არ მიხوارთ ადგილზე და იქ ხომ არ დასვამდით კითხვებს მაგრამ აი რა ფორმა გაქვთ მოძებნილი იმისთვის რომ ნახევარი სიმართლე არ დარჩეს საზოგადოებას განხილვის საგნად ამ კონდა ბრიფინგი კი გისმენთ რეალურად ერთი რამე უნდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, გარდა იმისა, უпростоრით, რომ ეს კომისია არის თავიდან ბოლომდე არალეგიტიმური, თავის მანდატსაც კიცდება კონსტიტუციით და შესაბამისი რეგლამენტით პარლამენტის და მათ შორის ამ საგამოძიებო კომისიის დებულებით, რომელიც დამტკიცებულია, კონკრეტული საკითხის შესასწავლად უნდა იყოს კომისია შექმნილი და მისი ამოწურვისთანავე უნდა კომისიის მუშაობა დასრულდეს. რეებს მიედ მოედებიან 2013-12 წლები გახარია საერთოდ 2018 წელს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ანუ როგორ შეიძლება ანუ თეორიულად აი ამდენ როგორ თეორიულად მიაბა ხო თუმცა ეხა მე ვერ წარმომედგინა მართლა აი გულწრფელად შესაძლებელია ანუ ხო ამათ ფანტაზიას ეხა გასახანი ძალიან დიდი აქვს რომ ანუ ისეთი მცდელობები აქვს მაგრამ ეს ბუნებრივად აი როგორც ორი ქიმიური ნაერთი რომელიც რეაქციაში არ შედის ბუნებრივად ვერ შევა რეაქციაში ერთმანეთთან ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილი დღევანდელ ბრიფინგზე იყო ის რომ ნახევარ სიმართლეს ამბობს დღეს და ზოგ სიმართლეს ამახინჯებს და ვიღაცებს მალავს დღეს ანა მაგალითად და როგორ არ უნდა მისცეთ ბერდია შესაძლებლობა კომისიას რომ საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე აი ამაზე იყო ხო აქცენტი რომ არ მისცემთ შესაძლებლობას უყურეთ კონკრეტული кейსი, როდესაც განიხილება მაგალითად რომელიღაც დაზარალებულის და მაგალითად გირგულიანის кейსთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან საინტერესოა, რომელიც ჯერ განხილვის ობიექტადაც არ ქცეულა, სუბიექტად არ ქცეულა ამ კომისიისთვის. იქ ეხა ისაუბრებენ მელნიკოვზე, დათაახლაიაზე და დამალავენ მურუსიძეს. ჩვენ ვამხელთ ყველა იმ მოსამართლეს დავასახელებთ, ყველა ამ წამებაში მონაწილე ადამიანს დავასახელებთ, რომელთა დამალვასაც ცდილობდნენ და რომელზეც დგას დღეს რეჟიმი. მაგალითად მუხროვანის ამბოხებას შეისწავლიან და ხარებას დამალავენ. ან ნაცმოძრაობის რეჟიმის შემომწირველებს შეისწავლიან და ოდიშარიას დამალავენ, სონღულაშვილს დამალავენ, ამ ადამიანებს დამალავენ. ან მაგალითად შეისწავლიან საკითხს როგორ ჩამოართვეს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობა და დამალავენ ადამიანს რომელიც შვეიცარიის ელჩად დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა ეხლა და პირდება რაღაც საქმეების მოგვარებას კრედიტ სუისთან და მის პერსონალურ მსახურად ხავს ქცეული აი როგორ რატიონ ნათამიშვილი დამალავს თავის ნაცურ წარსულს და 5 ნომრიან მაისურს როგორ დარბოდა ნაციონალური მოძრაობის კამპანიაში ანუ დამალულის რა ეთყობათ ბერდი ამ ადამიანებს პირიქით აწინაურებულები არიან და ასე შემდეგ ყველა ყველაზე მათი პოზიციები აი თქვენ როგორ შეუშვით ხელს ამაზე ilaparakebt რა თქმა უნდა ვილაპარაკებთ ყველა ასეთ кейსში დასახელდება ადამიანი რომელიც ამ кейსიდან მალავს გივი მიქანაძე ციხის ბუნტი და ხო იმალება მივლინებაში ვიყავიო ხო გააკეთა განცხადება როგორ შეიძლება გივი მიქანაძე ციხის ბუნტიდან დაიმალოს როდესაც იყო კურატორი მოადგილე და სასჯელახსულების სისტემის შესაბამისი კურატორი მოადგილე
როგორ ამ ადამიანებმა არ უნდა გასცენ პასუხი შეკითხვებს და სხვება უნდა გასცენ ანუ სრულად მოყვებით თქვენ ისინი ყვებიან ნახევარსიმართლეს და არასახელებენ მათთან მოთანამშრომლე პირებს და თქვენ იტყვით ანუ ეს ყოფილა გზა გავიგე ეხლა დაბარებას რაც შეეხება მაშინ ლელოს ლიდერებზე თუ არ ვწდები იძახდი ბერდია ვიდრე არ გეგონათ რომ თქვენც მოყვებოდით ამ ამბავში რომ ჩვენო მივიდოდიო მეო და ვუპასუხებდიო გახსოვთ ეს რომ თქვით აი ეხლა დაბარებაზე ვარ ამაზრზე ხართ ანუ თქვენი ლიდერის თქვენი გამოძახების შემთხვევა ეს საერთო პოზიციაა თქვენი თეორიის არა უყურეთ ეს არის პოლიტიკურ სამართლებრივი საკითხი მიუხედავად იმისა რომ ზოგადი ჩარჩო ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენ ამ კომისიასთან მიმართებით რომ არ ვაღიარებთ მის ლეგიტიმაციას ამას ხაზს უსვამ ეს არის საკითხი რომელიც ინდივიდუალურად უნდა გადაწყვეტოს ადამიანმა მე და ჩემ გუნდში ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ გეუბნებით დასამალი ამ კომისიასთან კი არა არავისთან არ აქვს როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა თქვენ რომ ნახევრად ამ პროცესში მონაწილეობა როგორ ეხლა აი კომისიას არ ვცემ პასუხს და მურუსის სასამართლოში რომ ვინც არ მიდის ის რავეს მალავს ანუ აი ეს სწორი პარალელი რამდენად არის მე ესეთი უყურეთ ანა მე ესეთი განწყობა მაქვს მე ესეთი ხედვა მაქვს კი მესმის ანუ მე კი არ გედავებით რომ გინდა ასეთი კონდეს ან ისეთი განწყობა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა საბჭოთა მოსამართლეებს ელაპარაკებოდნენ და საბჭოთა მოსამართლეებს აძლევდნენ რაღაცთან განმარტებებს და რა ეხლა ეთანამშრომლობდნენ საბჭოთა რეჟიმთან არა ინფორმაციის სახით ვიღებთ ლევან მურუსიძე თქვენი პოლიტიკური ბრიტანული და ამერიკული გამოძახების შემთხვევაში თქვენი ანა შეიძლება მეც დავასრულო კი რა თქმა უნდა უყურეთ მეც დავასრულებ ლევან მურუსიძე რომელიც გუშინ ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული კორუფციისთვის ამ სასამართლოში მისვლა ლეგიტიმაციის მიცემაა ლევან მურუსიძის სასამართლოსთვის უბრალოდ მაინტერესებს ან გირაოს გადახდა რომელიც პირობითად თეორიულად შეიძლება ვიღაცას მოუწევს ეს არის ამ ადამიანების ინდივიდუალური საკითხი ხო და მე ჩემ განწყობას გეუბნებით რომ არც კომისიაზე მისვლა არც სასამართლოში მისვლა არანაირი ლეგიტიმაციის მიცემა არ არის არც რეჟიმისთვის არც ამ ჩანჩურებისთვის რომლებიც არიან სანქცირებული საკუთარი სამშობლოს გაცემისთვის და ღალატისთვის ამიტომ ყველა პლატფორმაზე მიიღებენ პასუხს საგამოძიებო კომისია იქნება ჩემი განწყობა პერსონალურს გეუბნები სასამართლო იქნება სატელევიზიო დებატები იქნება თუ მოკლე წრეში ამ საკითხებზე საუბარი ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ ამ პროცესის მიმართ ანუ თქვენ როდესაც იძახით თქვენს თავს გულისხმობთ თუ პარტიას გულისხმობთ ანუ აი მაგალითისთვის გახარიას გამოძახების შემთხვევაში ის მივა კომისიის ხდომაზე ამაზე გისაუბრიათ დაუტო ბატონ გიორგის დაუტო იმის შესაძლებლობა თვითონ როგორ გააკეთებდა და როგორ მოიქცეოდა არა ჩვენო ჩვენ თქვი ბერდია და ამიტომ გაგისვით ამას უწებელი კითხვა ანა გავიგე ძალიან გინდათ ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა რატომაც არა დიდი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენგან ამ პასუხზე კითხვას ამ კითხვაზე პასუხს უყურეთ ანა მე ესეთ განწყობაზე ვარ და ძალიან ბევრი მიმდევარი მყავს ამ განწყობის თვალსაზრისით ჩემს პოლიტიკურ გუნდში ეს შემიძლია გითხრათ დიდი მადლობა ბერდია. დაგემშვიდობები, ბერდია სიჭინავა საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.